საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს 26 მაისს, დღეს 26 მაისს, როგორც მოგეხსენებათ, არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გმირის ბატონ მერაბ კოსტავას დაბადების დღე. დღეს მას შეუსრულდებოდა 86 წელი. ასევე არის საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტად არჩევის დღე, ერთადერთი ლეგიტიმურად და სამართლებრივი დემოკრატიული არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდია, როდესაც არჩეული იქნა სამართლიანი დემოკრატიული ლეგიტიმური არჩევნებით. ეს იყო ერთადერთი ლეგიტიმური არჩევნები, მას შემდეგ ყველა პრეზიდენტი და ყველა მთავრობა არჩეულია არალეგიტიმურად. როგორც მოგეხსენებათ, იარაღის ძალით დამხობილი ხელისუფლების შემდეგ მოსული კრიმინალების მიერ გრძელდება ეს არალეგიტიმური მმართველობა დღემდე. ისინი კვლავაც ჯიუტად 26 მაისს აღნიშნავენ და რა თქმა უნდა 9 აპრილს ისინი არ აღნიშნავენ, იმიტომ რომ ის სახელმწიფო საქართველოს რესპუბლიკა ამათი დადგენილებით, ანუ უკანონო დადგენილებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდება, აღარ არსებობს, დღეს არის სულ სხვა სახელმწიფო საქართველო. ეს არის არალეგიტიმური ხაზი და რა თქმა უნდა მალე გასწორდება, ახლო მომავალში ეს ყველაფერი გასწორდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეხლა მე მინდა გესაუბროთ, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, პირველი გასვლა გავაკეთეთ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ზესტაფონში, ბათუმში და ქუთაისში. იყო არაჩვეულებრივი შეხვედრები, ძალიან ისეთი ხალხი იყო მოსული, მართლაც აკადემიური ხალხი, ეროვნული ხალხი და სული და ხორცით რო უნდა, რომ სამშობლოსთვის ყველაფერი გააკეთოს, ასეთი ხალხი. და მინდა აქედან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ და მოვიკითხო სულ ყველანი. ესე იგი, ჩვენ ზესტაფონში უკვე შევარჩიეთ ხელმძღვანელი, ეს გახლავთ საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ბატონი ლეონარდო ხვედელიძე. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისში ჩვენ არ შერჩეულიყო და ძალიან ღირსეული პიროვნება, დიდი ავტორიტეტი აქვს ქუთაისში და მან გვიმასპინძლა ბატონი გია ბახტაძემ. ბათუმში ჩვენ შევარჩიეთ ბორის მიქელაძე და აუცილებლად კიდევ ეს დიდი ქალაქია და კიდევ დაემატება რამდენიმე წარმომადგენელი ალბათ. ბატონი ბორისი არის იურისტი და ასევე მშენებელი ინჟინერი და ასევე შესანიშნავი პიროვნება ქობულეთიდან ანზორ ბოლქვაძე. მოკლედ ჩვენ მათ ვესაუბრეთ გულწრფელად, გავაცანით ყველაფერი, თუ რა გეგმები გვაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ შედეგამდე მივიდეთ. ეს ძირითადი კითხვები ისმევა, ზუსტად ამ კუთხით, თუ როგორ უნდა მივახციოთ წარმატებას, როდესაც ასეთი დაქსაქსულია ერი. მე მოგახსენებთ მეგობრებო, რომ ამაზე საერთაშორისო სპეცსამსახურებმა და საერთოდ ყველა მიმუშავა, ყველას დიდი თვალი აქვს დადგმული საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ქართველი ხალხი კომპლექსური მუშაობა მიდიოდა, რომ დაექსაქსათ, ძალიან გაუსაძლისი პირობები შეექმნათ, რომ ქვეყანა დაიცალოს და გავიდნენ ქართველები. მიზანი აქვთ მათ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ სადღაც 10%-მდე და ალბათ ვინც აწავა მერე უკვე სერიოზული ძალასაც იხმარენ. ეს ნამდვილად ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი წარმომადგენლებისთვის, ეს იციან,
თუ რასაც უპირებს მტერი საქართველოს მოსახლეობას და ყველანაირად ცდილობენ ეხლა ყოველწლიურად ფაქტიურად საშუალოდ 250,000 ქართველი ტოვებს საქართველოს უმძიმეს დემოგრაფიული მდგომარეობა იცით და თქვენ ხედავთ თუ რაოდენ დიდია მოძალება და კიდევ ამას დაემატა ის 17 სახელმწიფო უზარმაზარი სახელმწიფო ისლამური სახელმწიფოები რომლეთაც უკვე გაეხსნათ ეს 16 მაისიდან ოფიციალურად და მათ შეეძლებათ არაბეთის, ყატარის და რამდენიმე სახელმწიფოს ვიზებით თავისუფლად შემოვიდნენ და ერთი წლით იყვნენ საქართველოში. შემდეგ გადავლენ ალბათ ერთი დღით და ისევ გადმოვლენ და მერე თანდათან ბინადრობის მოწყობასაც მისცევენ, იმიტომ რომ ამაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ჩვენ ბინებითაც უნდა დავაკმაყოფილებოდოთ, უშესაძლებლობა იქნებაო და ასევე უფასო ჯანდაცვა და ამაზე ვისაუბრე ადრე. მეგობრებო, ჩვენი წარმატება არის ჩვენს ერთობაში, გასაღები არის წარმატების გასაღები არის ჩვენს ერთობაში. ჩვენ არავინ სოფლიოში არ გვყავს მეგობარი. ჩვენ ვართ ობოლიერი და თუ ჩვენ ქართველიერი არ გავერთიანდით, ჩვენ მალე აღარ გვექნება სახელმწიფო და ბევრმა დაკარგა ასე სახელმწიფოები. ამიტომ ეხლა ჩვენი უმთავრესი მიზანი არის სწორედ ამას ემსახურება ეხლა რეგიონებში ჩვენი გასვლები. იქ ჩვენ რეგისტრაციაში ვატარებთ უკვე ჩვენ მომხრეებს. მთლიანად მოვივლით ყველა რეგიონს, ხოლო შემდეგი მეორე ეტაპი უკვე იქნება აი ამ რეგიონებში უკვე დიდი საინფორმაციო მიტინგების ჩატარება და იქაც რა თქმა უნდა რეგისტრაციები მოხდება. ასევე შემდეგ ეტაპზე უკვე გადავალთ სოფლებზე და პერიფერიებზე, მთლიანად უნდა მოვიცვათ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყველა უნდა დავაყენოთ ფეხზე, რომ ეს სამშობლო გადაურჩინოთ ქართულ ხალხს. ეხლა ბევრს აინტერესებს როგორ უნდა მოხდეს აი ამ რეჟიმის დამარცხება. ადრეც ვთქვი ჩვენ და კიდევ გავიმეორებ. ჩვენ არ ვმალავთ არაფერს, პირდაპირ ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე. საქართველოში არის ყოველად ფალსიფიცირებული და არალეგიტიმური არჩევნები. ამ არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ აზრი არ აქვს, იმიტომ ისეთი სისტემაა შექმნილი, მე ადრეც ვისაუბრე ამაზე და ყველა მიცის ალბათ, რომ ბოლო არჩევნებში ქართული ოცნებას ანგარიჟეედო მილიარდი ლარი დახარჯა, რომ წარმატებისთვის მიიღწია. ეს დანარჩენი ოპოზიციები ყველა ნაყიდი ყავთ, არავინ არ დაიჯეროთ. უზარმაზარი ფული იხარჯება ამათზეც და ერთად მოქმედებენ შეთანხმებულად. ჩვენი მთავარი მიზანი არის ხალხის გაერთიანება და ხალხის ძალით, თუ არ იყო ძალა, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებ ამ რეჟიმს და ნებისმიერ საერთოდ ხალხის ძალით, ოღონდ მშვიდობიანი ფორმებით, როდესაც გამოვა დიდძალი ხალხი და მოითხოვს, უკვე ხელისუფლება, როდესაც ხედავს, რომ დიდი ძალაა და უკვე სახიფათოა, ის იხევს უკან და მიაღებინებ ნებისმიერ მოთხოვნას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის და სამართლიანი მოთხოვნა უნდა იყოს საარჩევნო კანონის შეცვლა. სწორედ ის საარჩევნო კანონი გვინდა ჩვენ, რომლითაც ქართველ ხალხს მიეცემა საშუალება აირჩიოს გაუყალბებლად თავისი ღირსეული წარმომადგენლები და არა ისე რომ დამთავრდება 8 საათზე და exit poll გიცხადებს იქიდან, რა ქვია, ვერსაიდის და ეს გლობალისტების მიერ ჩატარებული იმითი exit poll-ებით და დაგისვავენ ხან ბრიუსელიდან გვისვავენ, ხან მოსკოვიდან შეთანხმებულად ვაშინგტონიდან და ასე შემდეგ. საქართველოში უნდა შეიქმნას სამართლიანი საარჩევნო სისტემა და უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. აი სწორედ მაშინ აირჩევს ქართველი ხალხი თავის ღირსეულ წარმომადგენლებს და დაიწყება ამ ქვეყნის დალაგება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ხალხის ძალით,
ხალხის ზეწოლით ხელისუფლებაზე, სხვანაირად ხელისუფლება უკან არ დაიხევს, ეს იცოდეთ. და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იდეა, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში, ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენას აწმუნოებისთვის, არის ისეთი ეროვნული იდეა, რომ მე თავიდანაც განვაცხადე და ვთქვი, რომ ეს თაღლითები ესენი, რომლებიც 33-34 წელია კისერზე აზრის ქართველ ხალხს, ეს თაღლითი ვითომ პოლიტიკოსები, ვაჭრუკანები ეროვნულ იდეას ვერ გაუძლებენ და ეს მარცვალი ყოველდღე მუშაობს უკვე ქართველ ერში. ყოველდღე ძლიერდებით და უზარმაზარ რაოდენობას მოიცავს სულმალი, ამას თქვენ დარწმუნდებით. და ჩვენ ძალიან დიდ გამოსვლებს გავაკეთებთ ყველა ქალაქში. თავარი ის არის, მე რაც ვნახე იქ, აი ამ ხალხთან შეხვედრებით, რომ აბსოლუტურად ყველა რჩება კმაყოფილი, გახარებული და საერთოდ მოწინააღმდეგე არ არის. ვერც ერთი პარტია, აი 330 პარტია როა, ჩავიდეს ნებისმიერ რეგიონში, თუ გინებით არ გამოისტუმრონ, აი ხალხმა, ისე არიან გამწარებულები. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ არა ვართ ნამდვილად პარტია, იციან რაზეც ჩავდივართ, ხვდება ხალხი და ამიტომ ხვდება სიყვარული და ყველას უნდა რომ გააწევრიანდეს, რეგისტრაციაში გაიაროს და ეს გახდება გიმეორებთ სულ მალე ძალიან დიდი ძალა, რომელიც აიძულებს ამ რეჟიმს, რომ მიიღოს ის სამართლიანი საარჩევნო კანონი, რომელზეც ჩვენ ბერჯერ გვისაუბრია და პირველ რიგში უნდა აეკრძალოთ ეს მილიარდი რო ედო ანგარიშე და შექმნა ახლა პარტია და გამოხვიდე, რა თქმა უნდა ფული არ გექნება და ვერანაირად ვერ გაუწევ კონკურენციას, ხო? მეორეა, მასმედიები აქვს ხალხის ძარცვით შექმნილი და 24 საათი პროპაგანდა აგიტაციას ეწევიან, საარჩევნო კამპანიას ეწევიან 24 საათის განმავლობაში. ხო და შენ რითი უნდა ებრძოლო მას Facebook-ით? რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ ყველა კერძო ტელევიზიას და მხოლოდ ერთადერთი დარჩეს საზოგადოებრივი არხი, რომელიცაც აფინანსებს სახელმწიფო და თანაბრად გადაუნაწილოს ყველა ძალას, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს იქნება სამართლიანი და ასევე არც ერთი კომისიის წევრი არ აყავთ არაკვალიფიციურ პარტიებს ამათი სისტემით. თვითონ ყავთ, რა ვიცი, 5 ყავთ გონი CSKO-ში, ქართულ ოცნებას და თქვენ რომ მონაწილეობა მიიღოთ, არც ერთი არ გეყოლებათ იქ კომისიის წევრი. ანუ ეს მთლიანად, აი ეს დაფინანსების სისტემაც, შემოწირულობების სისტემა მთლიანად უნდა შემოწირულობები აიკრძალოს, იმიტომ რომ ეს ადრე თქვი, ეს არის კორუფციის დიდი ჯაჭვი. მთელი კომპანიები, მეგობრებო, ტენდერებში რო ამარჯვებინებენ და შეკრული არიან ხელისუფლებასთან. მე ვიძახი აი დიდი კომპანიები, რომლებიც მილიონის ზემოთ ტენდერებს იგებენ, ყველა არის შეკრული ხელისუფლებასთან, ისე ვერ მოიგებ ამ ტენდერს და როდესაც არჩევნები მოდის, ყველა ეს კომპანია ვალდებულია ჩაურიცხოს ფული სამთავრობო პარტიას. ამიტომ ეს თუ არა იკრძალა მონაწილეობას არჩევნებში აზრი არ ექნება და თქვენ ხედავთ ხოლმე დაიწერენ რასაც უნდა, თვითონ დათვლიან ხმებს და მე ამ პატარა პარტიებს ერთი ახლა ისინი არის ძალა არ არიან, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტ ხმას მიიღებენ, მაგრამ დაუწერენ 0% და ახლა როც გავაცოცხლოთ ზვიად და მერაბი, იმდენად ყალბი სისტემაა, იმდენად ძლიერი ისინი აქვს შექმნილი, ხო? მეთოდები აქვს ისეთი და ყველაფერი რომ გამოიყენა ეს ადმინისტრაციული რესურსი და ყველაფერი გეუბნებით 95% ისინიც დამარცხდებოდნენ აი ამ უკანონო, აი ესეთ ფალსიფიცირებულ არჩევნებში. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორედ იმ ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამაც ეს გზა გაიარა, ჯერ მიაღებინა სამართლიანი საარჩევნო კანონი და მერე მიიღო ეროვნულმა ძალამ მონაწილეობა არჩევნებში. რას გააკეთებს, როდესაც მოვა ეროვნული მთავრობა ხელისუფლებაში? პირველ რიგში აამოქმედებს 92 წლის 13 მარტის დადგენილებას, უზენაესი საბჭოს დადგენილებას. და აი ამ
უზენაეს საბჭოს დადგენილებით ყველა ხელშეკრულება რისი გაუქმებაც შესაძლებელია ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი დადგენილებები ყველაფერი გამოცხადდება ბათილად და იურიდიული ძალის არ გქონეთ. ჩვენ ასევე აი იმ დრიდანვე ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციას ჯანმოს შეუთვლით რომ მისი წევრები აღარა ვართ, იმიტომ რომ ეს უკანონო მთავრობამ იარაღით ძალით მოსულმა ბანდიტებმა გაგიფორმეთ და კანონიერი ხელისუფლების ბრძანებაა რომ იურიდიული ძალის არ გქონეთ და ბათილად იქნეს ცნობილი. ანუ ჩვენ აღარ ვიქნებით სოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის წევრი. არავითარი ვალდებულებები აღარ გვექნება ის რაც არის იქ ჩაწერილი ნატო და ასე შემდეგ ეს უკანონო არალეგიტიმურმა სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. იყო ნამდვილად არალეგიტიმური არჩევნები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ლეგიტიმური ვიყავით და თავად სააკაშვილის პარლამენტმა სცნო ჩვენი ლეგიტიმაციის ვადები მთლიანად, სწორედ იმ ჩვენი ლეგიტიმაციის ვადებშია შეჩერებული მოქმედი კონსტიტუცია და სწორედ იმ ვადებში, როდესაც არავის არ შეეძლო დაენიშნა არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, მათ დანიშნეს აი ამ თოფით მოსულმა ხალხმა არჩევნები. და რა თქმა უნდა, იმის შემდეგ ყველა ეს უკანონო გადაწყვეტილებები, გაყიდული ტყეები, მდინარეები, მიწები, მით უმეტეს ამდენი არაბებზე და ამ ყველაფერზე ყველაფერი გადამოწმდება ობიექტები, ზოგი ერთლარად გაყიდული ობიექტები, ყველაფერს გაუკეთდება კონფისკაცია, უცხოელებს გადაეხლებათ 10-ჯერ მეტი თუნდაც, ვიცით რომ კორუფცია და ძალიან სათამაშოს ფასებში აქვს შესყიდული უძვირფასესი ქართული მიწები და ამას ჩვენ ქართველი ხალხი ვერ მოვითმენთ, ეს არის უკანონო დამნაშავე მოღალატურ რეჟიმის მიერ გაკეთებული და ეს ყველაფერი აუცილებლად გასწორდება. ყველა მთლიანად უნდა, ესე იგი, შესწავლილი იქნას ბუნებრივი რესურსები, მე ამაზე ადრეს ვისაუბრე, საქართველო რა სიმდიდრეებს ფლობს და ყველაფერი რაც არის სახელმწიფო საკუთრებაში და უნდა შეფასდეს იგი და გადანაწილდეს ყოველი საქართველოს მოქალაქეს. დღეისდღეობით მეგობრებო, პირდაპირ ოქრო რაც გადის დაახლოებით რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აი არ ვიცი მე თეთრებში გადის ძალიან დაბალ ფასებში, ხშირად კაპიკებს ვარავთ ხოლმე ჩვენ, ალბათ ესეა. გონი 50 ლარად გადის ტონა გადასამუშავებელი მასალა ოქროსი ეს ნედლეული და დაახლოებით გატანილია 200 მილიარდის აი სახელმწიფო ქონებაში არაფერი არა. აი რა არის შემოსული ერთი გვითხრას ხელისუფლება. გაძარცვულია, იძარცვება ყოველ წელს თვითონ მაღაროელებში, მაღაროდან ყოველწლიურად 500 დაახლოებით 587 მილიონის გამომუშავება ხდება და აბსოლუტურად მშიერია და ხელფასებს არ უხდიან მაღაროელებს. მშიერია თელი ჭიათურის მოსახლეობა და ხელფასებს არ უხდიან ამ პატიოს ხალხს, მშრომელ ხალხს. და ჩვენ ვერანაირად ვერ მოვიპოვეთ ხელშეკრულება სახელმწიფო ამბობს რომ ჩვენ არ ვერევით ბიზნესიო, რას კი არ ერევი. მთელი შენი რეგიონი რომ უმუშევარი დატოვე, ერთი ხელის მოსმით ვიღაც კოლოვოისკია თუ სოცკია და აგდებულად ელაპარაკება თელი ჭიათურის მოსახლეობას. სად არის ამ დროს სახელმწიფო ვალდებულებები არა გაქვთ? რა ვალდებულებებით გაეცით თქვენ? რა ხელშეკრულება დაუდეთ? ვინ დაუდო აბა ხელშეკრულება? აი ამ კომპანიას, ამ თაღლითებს ამათ ერთი რო ციხეში იზის კიდევ ის კოლოვოიცკი იმაში უკრაინის ციხეში. რატომ დაუდეთ ხელშეკრულება და რა არის? რატომ არ უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, თუნდაც ჭიათურელებმა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში? და როდესაც მოითხოვა ჩვენმა იურისტმა 2 კვირა აქვს ვადა და ზუსტად 2 კვირა გაიყვანეს და მე შემოუთვალეს იქიდან რომ კონკრეტულად რა გაინტერესებთო, გესმით
რამხელა თაღლითობასთან აქვს საქმე? რა უნდა გვაინტერესებს მთლიანად ხელშეკრულება და გამოაქვეყნოს ერთი ხელისუფლება რა ვალდებულებები აიღო ამ კომპანიამ, როდესაც გაეცით თქვენ ჭიათურ მანგანუმი. მოკლედ, მეგობრებო, ეს არ იქნება მხოლოდ აბსოლუტურად უნდა დაუბრუნდეს ქართულ ხალხს ეს გაყიდული ყველაფერი სიმდიდრეები, ერთბაშად აი ამ გაჭირვების ჭაობიდან რომ ამოიყვანოთ, უნდა შეფასდეს მთელი ბუნებრივი რესურსები, უნდა შეწყდეს საქართველოს ძარცვა და გადანაწილდეს ყველა საქართველოს მოქალაქეზე. ეს არის უზარმაზარი თანხები, ხალხი ამოვა ერთიანად ამ გაჭირვებიდან. უზარმაზარი სიმდიდრე ერთბაშად რა თქმა უნდა ამ თანხას ვერავინ ვერ გასცემს, მაგრამ მას ექნება შემოსავალი ყოველწლიური. და ეს იქნება იმის გასაღები, რომ ჩვენ შეგვეძლება ღირსეულად დავაბრუნოთ ემიგრანტები საკუთარ სამშობლოში. ჩვენ პირველი მტერმა რაც გააკეთა ის, რომ საშუალო ფენა, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი საქართველოში, წელში გადატეხა და მთლიანად გაძარცვა. და ეს ხდება აი კომპლექსურად, როგორც უმუშევრობა, როგორც ყველაფერი ძარცვავს ხალხს, ხო, ხედავთ ხო, რაც არის, როგორც არის. ეს ბანკებია, ეს ყველაფერია, ვითომ ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ ერთმა არაქნა სამათყოში მოხდეთ ბინების გაყიდვა გიწევთ და ასე შემდეგ, ესე ყველგან გაძარცულები ვართ, ხო? უნდა დაუბრუნდეს ხალხს, მთელი დანაზოგი შეატანინეს მოტყუებით და შემდეგ ეს თანხები გადაინაწილეს ამ თაღლითებმა. ყველა დაწყებული შევარდნაძის ბრძანებით წერილი ეგზავნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მერე მოკლეს, იმიტომ რომ შავი სიები მოსთხოვეს და არ გადასცემდა და მერე დააბრალეს, რომ თავი მოიკლა, დვალიშვილზეა საუბარი, შემდეგ ჩაუყენეს კუპონა სათავეში რომან გოცირიძე და ეს თანხები თეთრდებოდა მოსკოვში, ირიცხებოდა იქ. მარტო ზურაბ ჟვანიას დაახლოებით თუ არ ვცდები, ერთ გადაგზავნაზე მოსკოვში ჰომოსექსუალისტზე 6 მილიარდი რუბლი გადარიცხული. აი ესეთი თაღლითობები ხდებოდა, მეგობრებო, ესე გაძარცვეს ხალხი, გატეხეს წელში და ნახევარ საქართველოზე მეტი, კინაღა 2/3 უკვე გასულია ქვეყნიდან, 1,300,000 ქართველი გავართ და აი ამის ჩამოყვანა უნდა რაღაც ამ 5 წელიწადში ჩვენ ტრებს, გარეთ დაახლოებით ჩამოიყვანებენ ალბათ 10%-ზე და აი მერე უკვე ჩვენ აღარაფერს აღარ დაგვეკითხებიან და იმ 10%-საც მერე იარაღს მიუშვებენ თუ არ დატოვებენ ქვეყანას. უმძიმესი მომავალი გველოდება, ერთადერთი გამოსავალი არის კიდევ ვიმეორებ, აი ეს ანაბრებიც, ახლა რომ ანაბრების თემაზე რომ საუბრობდი, აუცილებლად დაუბრუნდება მერე ხალხს. დაზარალებულ ხალხს ეს მოხდა ყველგან, ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყველგან მოხდა ესე თაღლითობები, მაგრამ მათ რამდენიმე წელიწადში ის დააბრუნეს. ჩვენთან არა, ჩვენთან ყველაზე დიდი თაღლითები არიან. აი ეს არის მეგობრებო გეგმა, ჩვენ უნდა ავიკრიბოთ მაქსიმალურად სწრაფად, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 1 წელიწად ნახევარი მაქსიმუმ გადარჩენისთვის. ეს უნდა შეიქმნას ძალიან სწრაფად ეს დიდი ძალა, რომ ძალისხმევით მივაღებინოთ, ესე იგი, ისეთი საარჩევნო კანონი, ისეთი გასწორებული, ამაზე ახლა ჩვენ სპეციალისტებს ჩავსვავთ და დაიწყებენ მუშაობას, ძირითადი აი ხერხემალი მე გაყალბებისა აბსოლუტურად რა მოიწუროს ყველაფერი, მთლიანად უნდა დაიშალოს ეს CSKO-ები და ესენი, ჩვენ რა თქმა უნდა ამათ არჩევნებს ყველანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ, ახლა ისევ რო აპირებენ ადგილობრივ არჩევნებს, ეს არის ფარსი ისე მეგობრებო, ყველას მოგიწოდებთ რომ გავერთიანდეთ და არავინ არ მიიღოს მონაწილეობა აი ამ თაღლითობაში, მხოლოდ ეს თაღლითები დარჩენ, ეს არალეგიტიმური იქნება და ნამდვილად ვიცი რომ აი ეს არალეგიტიმური მთავრობა ძალიან მალე ჩამოიშლება, ვერ გაუძლებს ესე ამას არავინ არ ასნობს, იცოდეთ ასეთ მთავრობებს
და იძულებული გახდებიან ხალხის მასა, როდესაც გამოვა, მიიღონ აი ეს საარჩევნო კანონი და ძალიან მალე დიდ ეროვნულ გამარჯვებას გაჩვენებთ იცოდეთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენ აბსოლუტურად ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთში კინკლაობები დავივიწყოთ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ, აი საბოლოო გამარჯვებამდე, ყველა გავერთიანდეთ, რადგან ყველაზე ძვირფას ვკარგავთ სამშობლოს და ეს არ გეგონოთ ილუზია, ეს არის რეალობა. აი ამ ცოტა ხნის წინ მარჯანიშვილზე სტუმარი ყავდა და გადავედით მეტროს მოპირდაპირე მხარეს, იქ რაღაც გარე კაფეა, ესე იგი ადგილი ვერ ნახეთ, ქართველი ვერ დავინახეთ, აბსოლუტურად არაბების გარემოცვაში მოვხდით. და ცოტა იქით თუ გააგზელებთ გზას, იქით მერე თურქებს აქვთ აღებული მთლიანად, საშინელი მდგომარეობაა მეგობრებო, საშინელი მდგომარეობა, გაიხედეთ ყველგან, იქით ვაჟაზე ყველგან, ნუ არ ვიცი, ეს არის კატასტროფაა მეგობრებო, რასაც ესენი აკეთებენ და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი, ხოლოდ რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ იმ პუტჩისტებთან ვერ დავიჭერთ საქმეს, ვინც კონსტიტუციური სახელმწიფო დაამხო და ქართველის სისხლში გაისვარა ხელი, დანარჩენი თუნდაც ვინც შემცდარი იყო აზრობრივად შეხედულებებით, არაფერია, უნდა ვაპატიოთ ყველამ ერთმანეთს, გავერთიანდეთ და სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. აი ეს არის მეგობრებო გზა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ეს არ არის წლევანდელ წელზე გათვლილი, აკრიფავს ეროვნული ძალა, ეს დიდი გაერთიანება წელს მაქსიმალურად აკრიფავს ძალიან დიდ ძალას და მომავალ წელს ყველანაირად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს არჩევნები 2026 წელს. აი ეს არის ჩვენი მონახაზი, ჩვენ მესამე ეტაპს ახლა არ ვახმაურებთ ჯერჯერობით, მაგრამ ამას ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ ჩვენ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ იძულებული იყოს წამოვიდეს დათმობაზე. აი ეს მესამე ეტაპი იქნება ყოველგვარ მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ იქნება ძალიან დიდი ძალის დემონსტრირება ერთდროულად მთელ საქართველოში. აი ეს მინდოდა მეგობრებო მეთქვა, ძალიან დიდი იმედებით იყავით, ძალიან გახარებულებით ჩამოვედით. ეს იყო წარმოუდგენელი ჩვენ რაც ვნახეთ იქ სიხარული, ზესტაფონი, ბათუმი, ქუთაისში, ეს მარცვალი ეხლა დღითიდღე გაღვივდება და რომ მოვივლით აი ამ პირველ ეტაპს ოდავამთავრებთ, 2 თვის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ყველა ქალაქებში დიდ გამოსვლებს, დიდ საინფორმაციო მიტინგებს. აი ეს მინდოდა მეთქვა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, უფალმა გვიწინააღმდროს წინ და მინდა კიდევ ასევე ვურჩიო სასულიერო პირებს, მართალ სასულიერო პირებს, ჩაერთეთ მეგობრებო, ხელიდან გვეცლება ქვეყანას და მართლმადიდებლობაც, ჩაერთეთ, არ არის აუცილებელი ის წმინდა სინოდის წევრები იყვნენ, ვიცი რომ მათი იმედი ნამდვილად არ აქვს ჩვენ, მაგრამ დაბალი იერარქებში ხო არის მართალი სასულიერო პირები, დაგვიდექით გვერდით, გამოიყვანეთ მრევლი და გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გადავარჩინოთ ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ეკლესია. თუ არა, ყველაზე დიდი ზეწოლა და შტურმი წამოვა სულ მალე ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაზე. და ძალიან კარგად იციან, აქვთ ეს ინფორმაცია მათაც. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, იმედიანად იყავით მეგობრებო, სულ მალე იცოდეთ წელიწად ნახევარში ჩვენ ძალიან დიდ ეროვნულ გამარჯვებას მოვიპოვებთ. მადლობთ ყურადღებისთვის.